საქართველოს მასშტაბით ენერგოპრო ჯორჯია გამრიცხველიანების ახალ ეტაპს იწყებს. ახალციხე ადიგენის მომსახურების ცენტრში მრეცხველები პირველად წყალთბილას ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ წინუბანში დამონტაჟდება. მიმდინარე წლის მაისიდან დეკემბრამდე ენერგოპრო ჯორჯიას ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში 14 სოფლის გამრიცხველიანება აქვს დაგეგმილი. ახალი მრეცხველების დამონტაჟება ახალციხე ადიგენის მომსახურების ცენტრმა 2008 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ორივე მუნიციპალიტეტში 16200 აბონენტი გამრიცხველიანდა. ცენტრის მენეჯერის განმარტებით აქ მრეცხველები კიდევ 4500 აბონენტს დაუმონტაჟდება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადებით გამრიცხველიანება საქართველოს მასშტაბით 2015 წელს დასრულდება. Არჩენილია კიდევ 200.000-მდე აბონენტი, რომელსაც არ აქვს ინდივიდუალური მრეცხველები და 2015 წლამდე მინდა გითხრათ, რომ სრულად დასრულდება მთელი საქართველოს მასშტაბით გამრიცხველიანების პროცესი. 6 მაისიდან ვიწყეთ უკვე სომხური წუნებონის 124 აბონენტიანი სოფლის გამრიცხველებას. და მთლიანობაში ჩვენ წელს ასე ვთქვათ 2013 წლის მეორე ეტაპი ქვია მაისიდან დეკემბრამდე ვაპირებთ გავამოწყვინოთ 14 სოფელი და ამ სოფლებს მუშაობის პროცესში დავაზუსტეთ კიდევ რომელი უფრო პრიორიტეტული იქნება.